ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ვართ და ჩვენ შემოგვიერთდნენ აფხაზეთის ყოფილი პროკურორი რუსუდან ქორჩილავა და აფხაზთა კრების თავმჯდომარე მალხას პატარაია. მოგესალმებით ქალბატონო რუსუდან, ბატონო მალხას. ბატონო მალხას, თქვენთან მინდა შეკითხვით გადმოვიდე. როგორ ფიქრობთ, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ამბავი არის რიგითი კრიმინალური შემთხვევა, თუ ეს არის სისტემური, აი ოკუპაციის გაგრძელება, ასე ვთქვათ? მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მე არ გახლავართ აფხაზთა კრების თავმჯდომარე, მე ვარ აფხაზთა კრების საორგანიზაციო ჯგუფის წევრი. ალბათ თავმჯდომარე გახდებით მან. არა, ეს პლატფორმაა და ამიტომ ის თავისთავად არ მოიცავს, ასე ვთქვათ, ასეთ ტიტულს. კარგი, დიახ, ბატონო მალხას. პირველ რიგში მინდა ისევ მიუსამძიმრო მეც ოთხოზორიების ოჯახს და ვისაუბრო ამ ფაქტზე. ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება და ოკუპანტის დამოკიდებულება საქართველოსადმი და არა რაღაცა ცალკეული და ერთეული შემთხვევა. ამას თავისი მიზეზი აქვს, ბუნებრივია ოკუპანტი იქცევა ისე, როგორც მას აქვს დაგეგმილი და რამდენის შესაძლებლობასაც აძლევს საქართველოს ხელისუფლება და ამის ბევრ შესაძლებლობას აძლევს ბოლო პერიოდის განმავლობაში, კერძოდ 4 წლის განმავლობაში, ბოლო 4 წლის განმავლობაში. და მეორე ფაქტორი არის არც თუ მნიშვნელოვანი, რომ ჩვენში ძალიან მომრავლდნენ კაპიტულიანტები, ორი მათგანი თქვენ ყავდათ ეთერში, თუ ყავთ, არ ვიცი. ვის გულისხმობთ, ბატონო მალხა? ერთი ახალგაზრდა დივერსანტი, ეგერ ჩიტიშვილი, მეორე უფრო ხანდაზმული დივერსანტი. რას ნიშნავს დივერსანტი? რუსეთის, რომელსაც პარტიის centrალური ოფისი აქვს მოსკოვში. ბატონო მალხას, მოდით კორექტულები ვიყოთ შეურაცხყოფას ერთმანეთს. მე არ ამგონია, მალაპარაკეთ ახლა მე თქვენ გისმენდით, მე არ ამგონია, რომ მისი ტერმინოლოგია, რომელიც რო ზიხართ აქა და არაფერს არ აკეთებ, მარტო აქედან აფხაზურ ქართული მოისმინეთ, თქვენ მოითმინეთ ახლა და მომისმინეთ, ახლა გაჩერეთ. ძალიან აქ ხო. კორექტულობა დავიცვათ, ბატონებო, მე ძალიან. ლაპარაკები და თქვენც გელაპარაკებით ახლა. რა უნდა გაცალოს ერთი ვიცოდე. ზიხართ აქა და რას იმაშები, დემაგოგი ხართ, მეტი არაფერი არ ახლა. გაცალეთ საუბარი. რა ერთი დემაგოგი, შეგე არ იცით მით გააკეთეთ. კიდაც მისამართიც მოგცეთ და ჩადით და გააკეთეთ. თუ ხარ ეგეთი ვასკაცი ადამიანი, მე მგონი, თქვენაირები ზუსტად სახში იჯდნენ და ჩვენ კიდე ომობდით იქა. აბას ადიჯექი ერთი ვიცოდე. ჩვენზე კარგად ვიცით, თქვენ სადაც იჯექი და როგორც იჯექი და 1000 კაცი. რა უნდა დაგიცადო ერთი ვიცოდე, რა უნდა დაგიცადო. თქვენ დაწყნარდით ისევე ძალიან ახოთ რომ დაწყნარდით და თუ ხარ სადმე დამთავრებია და აზრი მოისმინეთ ჩემი აზრი. მოდით კორექტულები რა უნდა იმას შენ როგორ მანაშები შეურაცხყოფას როგორ გადადიხართ თქვენი პარტიის ოფისი ცენტრალური არის მოსკოვში. მე კიდე ვიძახი, მე თვითონ ცხოვრობ მოსკოვში და იმიტომაც გავხსენი, მე მუშაობ. მე კიდე ვიძახი. მე კიდე განაცხადეთ. მე კიდე გეუბნებით რომ ცოტა სიტყვებს მოუკელით. ძალიან ახო ყველა სიტყვას აქ ბატონო მალხას ამ რეჟიმში ვერ გავაგრძელებ დებატებს ამ რეჟიმში. ბატონო მალხას ერთი რასაკვირველია მოგცემ საშუალებას დებატში. მაგრამ მე ხოთ იყავით კორექტულები. შეურაცხყოფას რაც არ უნდა წავე იყოს ეს მისთვის და შეგიძლია. ბატონო მალხას სიმწვავე კი ბატონო ორივე მხრიდან, მაგრამ შეურაცხყოფას მე ხოთ თავი შეიკავო. მე შეურაცხყოფა თქვენთვის არ მომიხენია და ეხლა გეტყვით, მე იმომის მონაწილე ვარ და იმომის ვეტერანი ვარ. თქვენაირები გამორბოდნენ რომ ზუსტად რომ თქვენ იყავით, რამდენი წლის იყავით? მითხარით თქვენ რამდენი წლის იყავით? რამდენი წლის იყავით? რამდენი წლის იყავით რომ ახლა ვარ 53 წელი. 53, რამდენი იყავით? 30 წლის იყავით. ჩვენ ბავშვები ზუსტად თქვენაირება მიგვატოვეს იქა რომ ჩვენ რო ბოლომდე და მატლებს და იმეს რო ემაშობთ. ჩვენაირმა მიმატოვა ზუსტად იქა რომ გასაგებია ბატონო მოსაწვევი და ეხლავე ახსნის ზედ რა ხატია. ახსენი, მე რა ახსენი, რა გიგახსენი. აი თქვენი პარტიის მე ხოთ მე არ ველოდი ესეთი რეჟიმში გადასვლას ძალიან სეპარატისტული დროშა რო გაქვთ აგერ თავში.
ეგ არის ჯერ ეგერთი ქართული დროშა ისტორია წაიკითხეთ ეგ არის ვახტანგ მეფის დროშა არის ზუსტად რო არც იცი თქვენა ეგ არის ვახტა ჩაიხედეთ ისტორიაში ქართული ისტორია ხო და თქვენი პარტიის დამაცადეთ ახლა დამაცადეთ მეც მათმევინე დროშა იქ არის საქართველოს სულ ყველა დროშები არიან ვახტანგ მეფის დროშა ორივეს თქვენგან ხომ გაჩუმდეთ და რუსუდან ქორჩილავა შემოყავს გაჩუმდით ბატონებო რუსუდან ქორჩილავა ბატონო რუსუდან მე გთხოვთ ბატონო ზვიად დამშვიდით მაგა გენაცვალები დიახ ბატონო რუსუდან გისმენთ თქვენი პოზიცია ვერ ვიყურებ და ძალიან ცუდ გონებაზე ეს არის ერთი კრიმინალური შემთხვევა თუ ეს არის ოკუპაციის გაგრძელება რუსუდან ქორჩილავას უსმენთ ძალიან ძნელია ლაპარაკი დიახ ძალიან ძნელი ძალიან ცუდი შეგრძნება დამრჩა ეხლა ამ წუთში რომ უსმინე დიახ რას ნიშნავს ეს საიდან მოდის ეს როგორ ვერ ვიტანთ ქართველები ერთმანეთს რას უნდა მივაღწიო და რა უნდა გავაკეთოთ მოსკოვშია გამყიდველია მოსკოვში რუსეთში ცხოვრობს 1,753,000 მოსკოვში რო არის იმიტომ არ მithქვამს მე აბარაზე თქვი არა აბარაზე თქვი ერთი ვიცოდე რა შური გაქვს ერთი ვიცოდე დებატებს ამ საკითხზე ჩვენ ორივე რაში დავიხიე მოდით ქალბატონ რუსუდანს მივცეთ აზრის გამოთქმის საშუალება ბატონებო მე კიდევ ერთხელ გთხოვთ ქალბატონ რუსუდანს უსმენთ მე გთხოვთ დამშვიდით თუ ვინდა გამომაცხადე ერის მტრად შენი კი არა კომუნისტების არ შემჩნევია თავის დროს ბატონო მალხას გთხოვთ მივცეთ საშუალება დიახ ქალბატონ რუსუდან თქვენ საუბრობთ ერი რომლის წინა ყველაზე მეტად პატივცემ ეს არის ებრაელები უჩკვიანესი გონება მახვილი გონებიანი ხერი ხალხი კი არა ცალკეული ერია მთელი უჩკვიანესი ხალხი ჩვენ არ ვარ ჭკვიანი ერი არ მოგწონთ ქართველი ერი გაიკარებენ ისინი კაპიტულანტებს და დივერსანტებს გვერდით ებრაელები არა გენაცვალე როცა გაიტაცეს 2000 ებრაელი ამას თავის ტერიტორიებზე არა არც ერთი ებრაელი არ დახატავს ამას მე მესმის პოლიტიკური ქულები პარლამენტი ჯანდაბა მესმის მაგრამ ყველაფრის გაფეტიშება არ შეიძლება და იმას არ იტყვის რაც ბატონმა მეჩითოვმა თქვა აქ რას გულისხმობთ ბატონო მალხას ხალხო თქვენ საერთოდ რას გულისხმობთ საქართველოს არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა მეტი რა არაძლევთ უფლებას საკუთარი აზრის ქონისა რომელი პოლიტიკური პოლიცია მხარ მალხას პოლიტიკური პოლიცია მე არ ვარ მე ჩემს აზრს ვაყალიბებ რაც შეეხება ცოტა დრო მომეცით იმისათვის რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებას დავახასიათო მათ მიმართ არ მექნება ასეთი მკვეთრი ტერმინოლოგია მაგრამ სამართლებრივად მოდით მივცეთ ქალბატონ რუსუდანს საშუალება ბატონო მალხას მე გთხოვთ ცოტა ხანი ბატონო მალხას მოგეცემათ საშუალება პასუხის გაცემის. ქალბატონ რუსუდანს უსმენთ, დიახ გისმენთ. ებრაელებს 2006 წლის ოქტომბერში გაიტაცეს კაპრალი. ჩავარდა ტყვეთ ხეზბოლასთან. დიახ. შალით გელათი. ისრაელმა გამოაცხადა ომი, რომელიც სამთვეში მორჩა. ამის მერე 5 წელი და 4 თვე 2011 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს შალით გელათი. იქ იყო წინა პლანზე სახელმწიფო ინტერესი და ამიტომ მოხდა ეს. თქვენი ჭირიმე საქართველოს ამ წუთში ამ შემთხვევასთან ოკუპანტი ვილაპარაკოთ. ტერიტორია ოკუპირებული ვილაპარაკოთ. კვლელო თქვენ იცით საქმის გარემოებები? რა მოხდა? არ ვიცით. მე არ ვიცი, ვერ ვიმსჯელებ. ვერ ვიმსჯელებ ცალკეული კრიმინალური შემთხვევა. მე იურისტი ვარ. არა მაქვს იმის უფლება, რომ ვილაპარაკო არსებობს. ქალბატონ თაკოს აქვს შეკითხვა. დიახ ქალბატონ თაკო გისმენ. ქადნურუსუდან დიდი პატივისცემით ისრაელის მოკავშირე ვინ იყო ხომ ვერ მეტყვით? მოკავშირე. ამერიკა. მოკავშირე. ისრაელი არის სახელმწიფო. მოკავშირე ვინ იყო? ამერიკა. მერე რა? ყველაფერი თქვით. მერე რა? თქვენ თქვით ახლა ყველაფერი. მერე რა? გასაკვირველია ბატონო. არაფერი, დიდი სარგებელი მიიღო იმით ისრაელმა რომ მოკავშირე იყო ამერიკა. და დიდი მადლობა ბატონ ზვიაც უნდა რეპლიკა მე გთხოვთ. მეორადი მხარე. შეიძლება მომცეთ. ჩვენც ხომ ყავს მოკავშირე ამერიკა. სამეჯერ გამოდი გამოცხადოთ ომი რუსეთს და რუსუდანი დაასრულებდა ბატონ ზვიაც დღეში მოსკოვს ავიღეთ. არა ბატონო, ვინ ამბობს ქადნურუსუდან? თქვენ
თქვენ ამბობთ ქალბატონო და არავითარ შემთხვევაში არასოდეს თქვენ ამბობთ ქალბატონო გამოუცხადოთ მე არასოდეს ქალბატონო მაგრამ მე ვამბობ რომ თავი უნდა დავიცვა ჩემი ნახევარი ოჯახი ცხოვრობს მოსკოვში ქალბატონო რუსთან ერთი წუთით რა მეც მინდა გიწევს შემთხვევაში არა ქალბატონო რუსთან აი ასეთი არა ქალბატონო რუსთან არა სიცრუეზე უნდა გიპასუხოთ არა უდიდესი ელიტა ყველას დაწყებული პოლიტიკოსები გასაგებია მე ხოდ ბატონი ზვიადი ითხოვს რეპლიკას ქალბატონს რომ იყო საქართველოში დღეს საქართველოს წინ იქნება ძალიან დიდი ბოდიში არ შემიძლია ამის მენა ძალიან დიდი ბოდიში მოუხდი მაკას მე ვიცაუბრებ იმაზე რაც მოხდა როცა მეწოდინება გარემოებებზე აი ახლა კიდევ ერთი რაღაცა მინდა დავამატო თუ გიდათ სახეში ჩამაფურთხეთ რაც მოხდა აფრიკაში აი ეს ქართველი ჯარისკაცი იმ აფრიკელისთვის ოკუპანტია მოხდა და დღეს ერთმა პროკურორმა იცით რა მითხრა ავღანეთშიც ამერიკელებმა გაუპატიურეს მცირეწლოვანებიო რა მოხდა მერეო ეს არ ვიცი ეს იმედია რომ ეს გაუგებრობაა რაღაც არა ერთი წუთი ბატონ ზვიადს უნდა მიცეს საშუალო მაგრამ მე უნდა უნდა გიპასუხოთ კარგი თაკო ჩარკვიანი პასუხობ და შემდეგ ზვიად ჩიტიშოს ვაძლევს უნდა გიპასუხოთ მე ბოდიში ჩემი ლეგიტიმური უფლებაა გიპასუხოთ ქალბატონო რუსუდან მიცეს საშუალება პასუხის არასოდეს უნისონში ლაპარაკი ქალბატონო რუსუდან მე მხოლოდ პასუხობთ მოდით ვილაპარაკოთ რატომ ასეთი დანაშაული ჩაიდინეს ქართველებმა ქალბატონო პასუხობთ ჩვენ ძალიან ცოტა დრო დაგჭა და ძალიან გხობთ კინკლაობაში ნუ გავკარგავთ ამ დროს ქალბატონო რუსუდან დიახ გისმენთ ომის დაწყებას არავინ არ აპირებს თავდაცვაზე უნდა ვიფიქროთ თავდაცვის მექანიზმები არსებობს სახელმწიფოს აქვს ამისი შესანიშნავი 1000 გვარი ვერ გაიგეთ მე რა მექანიზმი მე არ მithქვამს ომის დაწყება რუსეთთან ეს მხოლოდ გონება სუსტის პრეროგატივაა ასე რომ მე ეს არ მithქვამს თავდაცვა არსებობს რაზეც უარი ჩვენმა სახელმწიფო ხალხო 25 წელია საქართველოს თავისუფალია ვითომდაც ვითომდაც 25 წლის განმავლობაში ერთი საზღვრისმეტი დელიმიტირებული რომ არა გაქვს ჩვენ აზერბაიჯანთან კარგი სრულდება ჩვენი გადაცემა მალხას პატარაიას ვაძლევს საშუალებას გამოთქვას აზრი შემდეგ ზვიად ჩიტიში სადა გვაქვს რას მელაპარაკები გვაქვს დიახ ბატონ მალხას მე ვისაუბრებ გიგა 402-ს დედა გამოვიდა და ის ვითარება რომელიც მან აღწერა დღევანდელი ვითარება ზუსტად ისეთივეა როგორც იყო გიგა 402-ს მკვლელობის დღეს. ანუ საქართველოს ხელისუფლებას არაფერი არც მაშინ გაუკეთებია, ანუ მთელი სისტემა, ეს უსაფრთხოების სისტემა მანდ არის მოშლილი და ამან განაპირობა მნიშვნელოვანწილად სწორედ ეს ფაქტი და დღესაც მოშლილია. ჩვენ მაშინ, როდესაც ეს ფაქტი მოხდა, მოვითხოვეთ, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოში მიღებულია, როდესაც ასეთი ფაქტი, ასეთ პირდაპირ დახვრეტა ხდება შენი მოქალაქის და არაფერი მთელი ეს სისტემა მოშლილია, მაშინ უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი და შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადამდგარებინა. დიდი მადლობა ბატონო მალხას. მე მინდა შევჩერდე უბრალოდ დამთავრდა ჩვენი გადაცემა 30 წამში მინდა რომ თითოეულმა თქვენგანმა მოასწროს განცხადებაზე მინდა შევჩერდე პრემიერ-მინისტრის განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური. ძალიან გვიან, მაგრამ მან რა თქვა, თქვენო იქეთ ამ ხარეს მოუწოდა სეპარატისტულ ხარეს დაიჭირეთო, ანუ იმას რასაც ამბობს თქვენი ეს სტუმარი გაასამართლეთო, ანუ ჩვენთან არსებობს ოკუპაციის კანონი. გავიგეთ ბატონო მალხას დასრულდა ჩვენი გადაცემა. მადლობა. დიდი მადლობა. ქალბატონო ირმა თქვენი შეფასება 30 წამში სულ რამდენიმე სიტყვით. ნუ პრიორიტეტია სახელი ხო, მაკა ჩვენი გადაცემის და ამიტომ მე მგონი თავარი პრიორიტეტი არის ის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. თუ ეს ასე არ არის, მაშინ მომიტევეთ. საერთოდ რაზე ვყამათოთ, მე ვერ ხვდები. მოსკოვში რო ცხოვრობს მილიონზე მეტი ჩვენი მოსახლე, ვიცით, ძალიან გადაჯაჭვული რო ვართ ისტორიულად, ვიცით, ძალიან ბევრი ისტორიული, კულტურული და ასე შემდეგ რაღაც საერთო ფესვი გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღეს არაფერი არ ხდება, ადამიანი არ იხოცება, იქ არავის არ იტაცებდეს, საჩინელი და გაუსაზღვრელი მდგომარეობა არ არის და ოკუპირებულები არ ვართ გარკვეული პროცენტი ჩვენი ტერიტორიის. ასე ვთქვათ,
ქალბატონო რუსუდან თქვენი შეფასება 30 წამი. არ უნდა გვინდოდეს. იცით რა არის ლაპარაკები? მთელი საქართველო გადასულია 23 წელი ლაპარაკს. კარგით, ოთხ მაშინ ვისაუბროთ, ხო? არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. და სხვათა შორის მე არც რუსებთან მაქვს პრეტენზია, არც დე ფაქტო ხელისუფლებასთან არ მაქვს არანაირი მიმართვა. პრეტენზია მხოლოდ და მხოლოდ ქართველებთან. დიდი მადლობა. მხოლოდ და მხოლოდ ქართველებთან. მოხდეთ, ჩვენი საზღვრები დაიცვა და ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური და პირველ რიგში ყველაზე დიახ, ქალბატონო რუსუდან გისმენთ. პრეტენზია მაქვს მხოლოდ ქართველებში. სანამ ქართველებში არ მოხდება ყველა სუკის აგენტი, ყველა გამყიდველი ჩემს გარდა მე ვარ რაც ვარ და ერთმანეთის შეურაცხყოფა პირდაპირ ეთერში, რომელსაც უყურებს ყველა, მარტო საქართველოში არა. მანამდე ამ ქვეყანას არ ეშველება. ხშირად გადაიკითხეთ კონსტანტინე გამსახურდია დიდოსტატის მარჯვენა მომაკვდავი მეფე გიორგის მონოლოგი. დიდი მადლობა და ზვიად ჩიტიშვილი და დაასრულებს თაკო ჩარკვიანი. დიახ, ბატონო ზვიად გისმენთ. აი, ერთი მინდა ვთქვა, რომ ძალიან მოკლედ მე გქონდა. ოჯახში როცა დედა ყავს ოსი, მამა ქართველი, აი ძალიან ესეთი ლაპარაკები არა, ძალიან სირთული არის რა. იცი რა რთული რამეა? იმას გულისხმობ, რომ ეხლა ოსეთის ხარე, ესე თulis ქართველები ესე თulia. ანუ საკუთარ თავს გულისხმობ თქვენ მე კიდევ ძალიან მყავს, შენც მყავს რცოლი რუსი, რომელიც 4 შვილი ყავთ. წარმოიდგინეთ, აი ესეთი შერეულ ოჯახებში იხელა ტრაგედიას თქვენ ატრიალებთ, რომ ბოლო და ბოლოს უკვე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩამოვიდეთ აქა და ბოლო და ბოლოს რომ დაგანახოთ, აი ჩვენ ეხლა რას ვაპირებთ? ქართველებმა და ოსებმა ეკლესია ხო ავაშენეთ. ფიცი დადეს, ვინც გუში რო ისროდნენ ერთმანეთის წინაშე, ფიცი დავადებინე ეკლესიის წინაშე რომ დაწერეს რომ კი, ქართველი წერს რომ მე ზვია ჩიტიშვილი მაგალითად ჩემს სახელით რომ ფიცავდებ რომ ოს აღარ ვესვრი და ოსი იძაღის არ ვესვრიოდა. ეხლა ჩვენ ბავშვები ანუ შერიგების ეხლა ჩვენ ბავშვები, ოსი ბავშვები, დედები და მშობლები არიან მზად რომ მოანათლინონ ქართველებს და ქართველები კიდევ ოსებს. ჩვენ უნდა გავანახლოთ ეს ნათესაური კავშირი, რაც ჩემს სიცხეში არის ეს ყველაფერი. დიდი მადლობა ბატონო ზვიად. ამას მოგიწოდებთ რომ დადექით გვერდზე, სიმართლის გვერდზე დადექით. ძალიან დიდი მადლობა და თაკო ჩარკვიანი დაასრულებს გადაცემას. ბატონო ზვიად, ძალიან მიხარია, მე აბსოლუტურად გეთანხმებით აი ამ ეხლა რაც ბრძანეთ აი ყოველ სიტყვაში და ჩვენ შორის ვერასოდეს ვერავინ ვერ ჩადგება, ვერც აფხაზებსა და ჩვენ რაღაცა ერთი ორგანიზმი, ერთი სისხლი და ხორცი ვართ. იმიტომ ჩაერია ზუსტად ის მესამე და ფინალი მინდა ვთქვა, არაფერი არ გამოუვა ამ ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს. მე ამის ლეგიტიმური უფლება მაქვს, იმიტომ რომ ოკუპაციის კანონი მუშაობს და ეს აზროვნება, როგორც წეღან ბატონი ჟურა მოვისმინეთ, მე მაქვს უფლება ლეგიტიმურად ვთქვა, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება, ქალბატონი რუსუდანიც მათ შორის. ბატონ რამას მივესალმები, ირმას შესანიშნავს, რომელსაც უბრალოდ არ ემღერება და იმიტომ აღარ მიდის აქ რო ხალხს უხოცავენ, ამ ქალბატონს აღარ ემღერება, თორემ იმიტომ კი არა რომ თქვენთან არ ჩამოდის და ფინალი. საქართველო ადგას ევრო ინტეგრაციის გზას, ყირაზე რო დადგეს, მთელი რუსეთი ამ გზას არ გადაუხვევთ. აფხაზები, ოსები, ქართველები იქნებით ძალიან მაგრა და ზუსტად ისე გავივლით, როგორც ისრაელს არ უნდა ხართ აფხაზებს. როგორც ძალიან თქვენ არ იცით, ჩვენ ჟურნალისტებს გვაქვთ ურთიერთობა, ძალიან უნდივართ. ჩემზე ურთიერთობა გაქვთ თქვენ აფხაზებთან? რა ურთიერთობა? ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვთ. თქვენ გიხარიათ თუ არ უნდათ აფხაზებს? ანტისახელმწიფოებრივი. გიხარიათ ქალბატონო, გიხარიათ? ანტიადამიანური და ანტისახელმწიფოებრივი. გიხარიათ რომ აფხაზებს ქართველები არ უნდათ, ვერ გავიგე? იმედია ეს ესე არა. საქართველო ზუსტად ისე გავა. რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის? რა გაგიკეთებია და დამოუკიდებლობისთვის. საქართველო გავა დამოუკიდებლად გზაზე ზუსტად ისე როგორც ისრაელმა გაიარა ამერიკის მოკავშირეობით გზა. გავა 25 ძალიან დიდი მადლობა. მეტი არაფერი. აი ასეთი აზროვნებით ანტისახელმწიფოებრივით ვერ გავა. ნაციონალები გახვალ. ძალიან დიდი მადლობა დასრულდა ჩვენი გადაცემა. 9 წელი ვებრძოდი ნაციონალებს. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო პრიორიტეტი. მე გახლავართ მაკარაზმაძე და ხვალამდე გემშვიდობებით გმადლობთ.